მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმებით, ზუმრებო. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და უსურვებთ ჩვენ ქვეყანას, რომ ყოველ პერიოდში წარმატებით და სუვერენიტეტი არის უნიშნულოვანესი და შემდეგ ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ამიტომ მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს ქვეყანას. დღეს განსახილველი გვაქვს 6 საკითხი, გთხოვთ კოლეგებო, კენჭი უყაროთ აღნიშნულ დღეს ციკლს. გალობთ. პირველი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი რადი იონათამიშვილი. გთხოვთ ბატონო რადიოს. დინამშვიდობის კოლეგებო, მივესალმებით საზოგადოებას, ქრისტებართვით მეც გავიხსენებ დღევანდელი თარიღი არის უნიშნულოვანესი. 11 წლის ვიყავი მაშინ და ჩემს ცნობიერებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე დარჩა ნამდვილად ეს 11 წლის ბავშვისთვისაც და მიხარია რომ დღემდე არაფერი შეცვლილა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება იმ ინიციატივას, რომელსაც დღეს მესამე მოსმენის წესით წარმოგიდგენთ, მცირე სახის ცვლილებები არის შესული სარედაქციო ხასიათი, რაც ვიცი რომ უკვე ასახულია იმ ტექსტში, რომელიც დარიგებული აქვს კომიტეტის წევრებს, ასე რომ თუ რაიმე დამატებითი კითხვები იქნება, მზად ვარ გიპასუხოთ. გვაქვს კითხვები? გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. მალოთ. კანონპროექტი მიღებულია მესამე მოსმენით. მესამე საკითხი გვაქვს საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2020 წლის 15 ოქტომბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ პირველი ცვლილების წელი შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გეორგობიანი. გთხოვთ ქალბატონი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სასესხო შეთანხმებაში, რომელიც გაფორმებული არის აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის, ნომერ პირველ ცვლილებას. ეს გახლავთ შეთანხმება ფორმდება წერილი შეთანხმების სახით და აღნიშნული ცვლილება გაფორმებული არის მიმდინარე წლის 28 თებერვალს. აღნიშნული სასესხო შეთანხმება გაფორმებული არის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერების მიზნით და უშუალოდ გათვალისწინებული იყო თელავში მომარაგების სისტემის უზრუნველყოფა. ამ ეტაპისათვის ცვლილებით ხორციელდება მხოლოდ ცესხის ხელმისაწვდომობის ვადის 2 წლით გადაწევა. სამუშაოები, რომელიც დაგეგმილი იყო პროექტი, რომელიც თელავის წყალმომარაგებას ეხებოდა, სამუშაოები, ფიზიკური სამუშაოები დასრულებული და წყალი მიეწოდება. დარჩენილი თანხით შესაძლებლობა გვაქვს, რომ გაძლიერება მოვახდინოთ როგორც უშუალოდ კომპანიის სხვადასხვა ტექნიკის შესყიდვით, ეს არის მძიმე ტექნიკა, ასევე ხდება წყალმზომების შესყიდვა და დამონტაჟება. ამ ეტაპისათვის ყველაფერი მიმდინარე არის, სავარაუდოდ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, უბრალოდ საგარანტიო პერიოდსაც ვითვალისწინებთ, ამიტომ ხდება მხოლოდ 2 წლით ვადის გადაწევა. სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება, როგორც იყო აღებული 23 წელი სესხის ხანგრძლივობა, ასევე ხდება 23 წლის განმავლობაში, 14 წელი არის შეღავათიანი პერიოდი, დაფუძნებული არის ევრიბორზე, თითოეული სესხის ჩამორიცხვის მომენტისათვის ისაზღვრება სესხი ფიქსირებული იქნება თუ ცვლადი იქნება და სესხის ვალუტა გახლავთ ევრო. ასევე არის გადასახდელი ვალდებულების გადასახადი, რომელიც სესხის აუთვისებელ თანხაზე ირიცხება სესხის თანხის 0.15%-ის ოდენობით. სულ ეს არის დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვარ. მადლობა. თუ გვაქვს კითხვები? ანუ რეალურად დარჩენილი იყო თანხა და იმ თანხის ათვისებისთვის გავახანგრძლივეთ პერიოდი? დიახ, და დამატებითი წყლის ხარჯ-ფორმების შესყიდვა ხდება და ასევე ხდება ტექნიკის შესყიდვა უშუალოდ წყალმომარაგების კომპანიისათვის, რომელიც მოემსახურება სერვის ცენტრებს, მათ შორის თელავში. და რა თანხა არის დარჩენილი ასათვისებლად ჯამში? დაახლოებით არის 3 მილიონი დოლარის ექვივალენტი, ძირითადი თანხა ათვისებული არის. ძალიან ესეც დარეზერვებული არის, უბრალოდ ასათვისებელი არის. კარგი. გვაქვს სხვა კითხვა?
იქნება უზრუნველყოფილი. კარგი, გთხოვთ კენჭი უყურავთ. მადლობთ. მეოთხე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2019 წლის 27 ნოემბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების წერილი შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. გისმენთ განმარტებით. აღნიშნული შეთანხმება ცვლილება შედის შორაპანი არგვეთას მონაკვეთისათვის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაში, ესეც ნომერი 1 ცვლილება გახლავთ. ცვლილება გაფორმებული არის მიმდინარე წლის თებერვალში და ცვლილებით ხდება სასესხო შეთანხმების პროექტის აღწერილობითი ნაწილის ცვლილება, ხდება დაზუსტება იმ მიმდინარე სამუშაოებთან მიმართებაში, რაც უნდა გაკეთდეს, რაც მნიშვნელოვანი არის სამშენებლო სამუშაოები, ასევე აქაც დასრულებულია. ხდება გარკვეული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება და სესხის ვადა რჩება იგივე. სესხის მოცულობა და სესხის ფინანსური პირობები ასევე უცვლელი რჩება. ამ შემთხვევაში სესხის ხანგრძლივობა იყო 26 წელი, არის 26 წელი და მათ შორის 11 წელი არის შეღავათიანი პერიოდი. საპროცენტო განაკვეთი აქ ცვლად ევრიბორზე დაფუძნებული არის, ევრიბორს პლუს 0.7% და ვალდებულების გადასახადი წლიური 0.15% აუთვისებელთან მიმართებაში. სესხის დახურვის თარიღი გახლავთ მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სესხის თანხის დახურვა. დიდი მადლობა. და ესეც ევროში არის სესხი? დიახ, ესეც ევროში არის. უბრალოდ ტექნიკური ნაწილია, მაინტერესებს ევროში რატო ხდება აზიის პროსტა უბრალოდ ეს ამ შემთხვევაში უბრალოდ დამთხევა არის, დოლარშიც ხდება ამის აღებაც და ევროშიც. თვითონ სესხის აღების და სესხის მოლაპარაკებების წინ ფინანსთა სამინისტროს საზღვარგარეთ რა ვალუტაში უნდა სესხის და ამ შემთხვევაში უბრალოდ დაემთხვა. თუმცა ასევე შესაძლებლობა გვაქვს ხოლმე, რომ თითოეული ჩამორიცხვის მომენტისათვის განისაზღვროს ევროში იყოს თუ ამერიკულ დოლარში იყოს. კითხვები ხარ გვაქვს დამატებით? არა, გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ. მადლობთ. კარგი, ჩვენ დაბრუნდეთ მეორე საკითხზე და შემდეგ. კარგი, მაშინ რა ქვია, გავაგრძელოთ მეხუთე საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2018 წლის 5 ოქტომბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი 2 ცვლილების წერილი შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. გისმენთ. სასესხო შეთანხმების ცვლილება, ეს არის ნომერი 2 ცვლილება, რომელიც გაფორმებული არის 2025 წლის 28 თებერვალს და ცვლილება შედის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2018 წელს გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაში. სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული არის ხევი-უბისის მონაკვეთის გაუმჯობესება და ცვლილება შედის პროექტის აღწერილობით ნაწილში. ამ ნაწილიდან ამოდის soft კომპონენტები, ასე ვთქვათ, კომპონენტები, რომელიც გათვალისწინებული იყო აღნიშნულ სასესხო შეთანხმებაში და გადადის მეორე სასესხო შეთანხმებაში და ასევე ტექნიკურ დახმარებით და სახელმწიფო ბიუჯეტით განვახორციელებთ ისეთ სამუშაოებს, როგორიც იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სწავლებები, მათ შორის საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებაში და აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ასევე იმ ხელმისაწვდომი თანხიდან, რომელიც ასევე აზიის განვითარების ბანკით გვაქვს ტექნიკური დახმარების სახით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სხვა მხრივ სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება, აქაც რეალურად ფიზიკური სამუშაოები დასრულებული არის და ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი ცვლილებით ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დაგვეფინანსებია თბილისის შემოვლითი გზის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და მათ შორის პროექტის მომზადება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება აქაც. ამ შემთხვევაში სესხი მცირდება, ეს აღარ ავითვისებთ დაჩენილა. დამატებითი სამუშაოები განვახორციელეთ, იქნება მცირედი ცვლილება, მაგრამ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტირების მომზადება მოხდა. ხო, კარგით. თუ გვაქვს კითხვები აღნიშნულ. გთხოვთ კენჭი უყარავთ რატიფიცირებას. მადლობთ.
და მეექვსე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2017 წლის 19 ივნისის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი 2 ცვლილების წერილი შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს რეგიონული და განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. სასესხო შეთანხმება გაფორმებული არის 2017 წელს და შედის მასში ნომერი მეორე ცვლილებას. ცვლილება გაფორმებული არის მიმდინარე წელს და ცვლილებით ხდება სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაკვეთი სესხის პროექტის აღწერილობიდან ამოღება. ეს მონაკვეთი გახლავთ მოლითი ჩუმათელეთის მონაკვეთი და დარჩენილი ძირულა-მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია, რომელიც გათვალისწინებული იყო აზიის განვითარების ბანკიდან და ეს მეორე კომპონენტის ამოღება თავის დროზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამომდინარე იქედან, რომ დროში თანხვედრა გქონოდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული იყო, შესაბამისად სესხიდან ამოღებული იქნა ეს თანხა მთლიანად თავის სამუშაოებიანაც, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მისი დასრულება დაგეგმილი არის 2 წლის განმავლობაში. ეს არის სესხის ფინანსური პირობები, როგორც ესეთი იცვლება შემცირდება მცირედით თანხის ოდენობა, მაგრამ დამატებითი სამუშაოებით სხვა მონაკვეთების დაფინანსება მოვახდინეთ, ასე რომ სესხის მხრიდან მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ აგვეთვისებია, რაც გჭირდებოდა. აქ საპროცენტო განაკვეთი აქ საპროცენტო სესხის ხანგრძლივობა აქ გახლავთ 24 წელი, 13 წელი არის შეღავათიანი პერიოდი, საპროცენტო განაკვეთი არის ფიქსირებული მარჟა, 6 თვიანზე მიბმული და წლიური ვალდებულების გადასახადი 0.15%-ის ოდენობით. და სესხის ოდენობა ამ შემთხვევაში გახლავთ 43 დაახლოებით 44 მილიონი ამერიკული დოლარი. თუ გვაქვს კითხვები? გთხოვთ განჯი უყაროთ რატიფიცირება. მადლობა. მადლობა კანონიცი. და ერთი საკითხი დაგვრჩა, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი თონიკე ჭეიშვილი. გთხოვთ ბატონო თონიკე. მოგესალმებით ბატონო შოთა, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და მათ ვინც გვადევნებს თვალყურს. პირდაპირ ეთერის მეშვეობით მოგახსენებთ, რომ ესე იგი მესამე მოსმენისთვის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტმა განიცადა მხოლოდ ტექნიკური მცირედი შესწორებები, დაზუსტებები, რომელიც იქნა რასაკვირველია გავლილი საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიმართა მშენებლობა კომიტეტშიც, ეს წარმოდგენილია ეს ყველაფერი რასაკვირველია კომიტეტზე დარიგებულ რედაქციაში. ერთადერთი შედარებით ასე ვთქვათ, საყურადღებო საკითხი, რომელიც გახლავთ პრინციპში სხვა ისეთი მართლაც წერტილმძიმის დონეზე გასწორდა პროექტი, შეეხება ესე იგი კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით ჩამოყალიბებულ 59 პრიმა მუხლს, სადაც ხდება მე-5 პუნქტის დამატება მოგეხსენებათ მეორე მოსმენისთვის იქნა გაჟღერებული, რომ ესე იგი არა მარტო მაუწყებელზე, არამედ მაუწყებლის ონლაინ საშუალებებზე, ხომ? ონლაინ არხებზეც გავრცელდება შესაბამისი მოთხოვნები და აქ იყო ჩანაწერი გაკეთებული სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით, რომ ანუ ონლაინ ჩანაწერები, ონლაინ რესურსები, ონლაინ ასე ვთქვათ, არხები, ასევე სახელმწიფო ენაზე ახორციელებენ სათანადო მაუწყებლობას. ეს პრაქტიკულად ჩვენ გვაძლევს ნორმათა დუბლირებას, იმიტომ რომ 38 პრიმა მუხლში მაუწყებლობის შესახებ კანონისა ისედაც არის ამის თაობაზე მითითება გაკეთებული სათანადო სტანდარტით, ამიტომ ეს დუბლირება რომ თავიდან იქნეს აცილებული, უბრალოდ ხდება აქ შესაბამისი სიტყვების ამოღება. ეს არის და ეს სხვა მხრივ კიდევ ერთხელ ესე იგი პროექტმა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები განიცადა. მადლობთ. კოლეგებო კითხვები ხო? ხო, კარგით, გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონ პროექტს. მადლობა. ამით დღევანდელი კომიტეტის ცნობა დასრულებულია. მადლობა მოგზაურობისთვის და წარმატებულ კვირას გისურვებთ.